გიფიქრია, რომ საუბრისას იმაზე მეტს ამბობ, ვიდრე შენ გგონია? უამრავი კვლევისა და ექსპერიმენტის შედეგად აღმოაჩინეს, რომ კომუნიკაციისას ინფორმაციის 93% არავერბალური სიგნალებით გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს. ინფორმაციის 55% მოდის სხეულის ენაზე, 38% მოდის ხმაზე, ტემბრზე, ხმის სიმაღლეზე და სხვა მახასიათებლებზე. ხოლო უშუალოდ სიტყვებზე და ინფორმაციაზე მოდის რამდენი თქვენი აზრით? მხოლოდ და მხოლოდ 7%. რა თქმა უნდა, ეს პროცენტები ყველა მოცემულობაში ერთ და იგივე ვერ იქნება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ვესაუბრებით ტელეფონით, ან როდესაც უბრალოდ შემხედრი ადამიანი გვიხსნის გზის მიმართულებებს. აქ საუბარი არის იმ კონტექსტზე, როდესაც ადამიანს ვუყურებთ, ვხედავთ და გვაქვს რაღაც ეჭვი, რომ ის შეიძლება არასწორ ინფორმაციას გვაწვდიდეს. ამ ყველაფრის ცოდნა დაგეხმარება ისეთ სიტუაციებშიც, როდესაც შენ გინდა ადამიანს რაიმე ისეთი ჰკითხო, რაც შეიძლება არ იყოს მისთვის სასიამოვნო, ან შენიშვნა მისცე, ან რაღაც სთხოვო. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციო შენი ხმის ტემბრს და სხეულის ენას, რომ ადამიანმა შენ მიერ გაცემული ინფორმაცია, კითხვა, მოთხოვნა, პრეტენზია, თხოვნა არ აღიქვას თავდასხმად და თქვენს შორის შედგეს მეგობრული, ან სასიამოვნო და კეთილგანწყობილი ემოციური კონტაქტი.